ბაზარზე საწვავის გაიაფების მოლოდინია ნავთობპროდუქტების იმპორტიერთა კავშირში ფიქრობენ, რომ თუ გლობალურ სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასის კლება ხანგრძლივად შედარჩუნდება, ამას ასახვა საქართველოსაც ექნება და კომპანიებს საწვავის გაიაფება მოუწევთ. რა ნიშნულზეა დღეს მსოფლიოში ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი, თანამდენად მზარდია საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი. თემის დეტალებით მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. გამარჯობა, მაია, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს, ვიდრე იმ მიზეზებზე ვისაუბრებთ, რომლებიც საქართველოში საწვავის გაიაფების მოლოდინს აჩენს. ტრადიციულად საერთაშორისო სანავთობო ბირჟებით დავიწყოთ, სადაც ფასების მეტნაკლებად სტაბილიზაცია შეინიშნება. დღეისათვის როიტერსის ინფორმაციით ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი $68, თუმცა ფასი გასულ კვირებში $62-ზეც იყო ჩამოსული. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ნავთობის ფასმა შედარებით მოიმატა, სანავთობო ბირჟებისთვის ახლა მაინც საკმაოდ მშვიდი პერიოდია და ბოლო ერთ თვეში საქონლის ღირებულება 2%-ითაა შემცირებული, ერთ წლიან პერიოდში კი ნავთობის საშუალო 10%-ით არის გაიაფებული. ძირითადი მიზეზი, რასაც დარგის ექსპერტები ნავთობის ღირებულების სტაბილიზაციას უკავშირებენ, გაზრდილი წარმოებაა. როგორც იცით, მიმდინარე წლის ზაფხულში OPEC+-ის ქვეყნებმა გაზარდეს მიწოდება, ამიტომ ბაზარზე სანავთობო დეფიციტის და შესაბამისად მისი გაძურების მოლოდინი არ არსებობს. მეტიც მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები ელოდებიან, რომ წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე იქნება. მაგალითისთვის, JP Morgan ნავთობის გლობალური ღირებულების დასტაბილურებას $63-ზე ელის, Goldman Sachs კი $61-ზე. ასეთია მოლოდინები, თუმცა ანალიტიკოსები აქვე დასცენენ, რომ საერთაშორისო სანავთობო ბირჟები მჭიდროდ არის დაკავშირებული მსოფლიოს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებთან, ამიტომ თუ სამხედრო ან სავაჭრო კონფლიქტები, რომლებიც ისედაც მიმდინარეობს და არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კიდევ უფრო გამწვავდება, ამან შესაძლოა ნავთობის ფასის დამატებითი მერყეობები ზრდა გამოიწვიოს. რაც შეეხება გლობალური ბანკების მოლოდინებს, აქაც მოლოდინები შედარებით, ასე ვთქვათ, ნავთობის ზრდის მიმართ არ არის. მაგალითისთვის JP Morgan-ის მაგალითი რომ ავიღოთ, მოლოდინი არის, რომ წლის ბოლომდე $63-ზე იქნება ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი, ხოლო Goldman Sachs-ი რო ავიღოთ მაგალითად ასევე წამყვანი გლობალური ბანკი, მისი პროგნოზით ეს რიცხვი 61 იქნება, რაც ახლოს არის მიმდინარე ფასთან, მოლოდინები ახლოს არის, დაახლოებით $2-3 სხვაობა არის. რაც შეეხება მედიანურ მოლოდინს, დაახლოებით $3-4 უფრო ქვემოთ არის მედიანური მოლოდინი გლობალური ბანკებისა მიმდინარე ფასიდან, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად დიდ მერყეობას ნავთობის ბაზარზე დღესდღეობით საერთაშორისო ბანკები არ ელიან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა შეიძლება ისევ არ მოხდეს, როგორც იცით, საკმაოდ დაძაბული არის როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა, სავაჭრო კონფლიქტები, სხვადასხვა კონფლიქტებმა შეიძლება პოტენციურად დამატებით მერყეობა გამოიწვიოს. რაც შეეხება საქართველოს, აქ ნავთობპროდუქტების მოხმარება და შესაბამისად ამ პროდუქტების იმპორტი წლიდან წლამდე მზარდია. ბოლო მონაცემების მიხედვით, კერძოდ 2025 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ქვეყანაში ჯამში 929,000 ტონა დიზელისა და ბენზინის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება. უნდა ითქვას, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდა მჭიდრო კავშირშია ქვეყანაში ავტოპარკის ზრდასთან, როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოში 1,900,000-მდე ავტომობილია რეგისტრირებული და ეს მაჩვენებელი დღითიდღე იმატებს. ნავთობპროდუქტების მოხმარების ზრდას ვერაფერ ხებს, ვერც საწვავზე პერიოდულად გაზრდილი ფასები. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ფასებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ბოლო ერთი თვეა ბენზინის ღირებულება თითქმის არ შეცვლილა, დიზელი კი 5-10 თეთრით გაიაფდა, თუმცა გასულ კვირებში საერთაშორისო გლობალურ ბირჟებზე მიმდინარე მოვლენებიდან და ბარელი ნავთობის ფასის კლებიდან გამომდინარე ელიან, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ბენზინი გაიაფდება. მათივე თქმით, ამას ხელშეუწყობს ისიც, რომ ბოლო დროს ლარის კურსი დოლართან მიმართებით სიმყარეს ინარჩუნებს. ეს არის შიგა, ესე ვთქვათ, კომპანიების კომერციული, ესე ვთქვათ, ქმედებები, რა, ესე ვთქვათ, მარაგები აქვთ, რა, ესე ვთქვათ, რა ქვია, შესაძლებლობები აქვთ და რა ლოჯისტიკა აქვთ გადმოტანის სხვადასხვა ქვეყნებიდან გადმოტანის, საწვავის გადმოტანის, ესე ვთქვათ, სიტუაციებში. აქედან გამომდინარე, ის ღებულობს გადაწყვეტილებას, ის თვითონ
კომპანია ღებულობს ფასთა, ესე ვთქვათ, სიტუაცია. ანუ ფასის პოლიტიკის, ესე ვთქვათ, რა დაადოს ფასი, აწიოს, დაწიოს, მაგრამ მე გეთანხმები თქვენ კიდევ ერთხელ და მე ვფიქრობ, რომ ფასი მოიკლებს. ასეთ სიტუაციაში, ასეთ, ესე ვთქვათ, მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე არსებული სიტუაციებით ჩვენც გვექნება სტაბილური ფასები ჩვენ ქვეყანაში. აუცილებლად ეს პოებს გავლენას და ყველაფერი დარეგულირდება. აქვე საქართველოსთვის საწვავის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებზეც მოგაწვდით ინფორმაციას. ამჟამად საქართველოს ბენზინის იმპორტს ძირითადად ისეთი ევროპული სახელმწიფოებიდან ახორციელებს, როგორებიცაა ბულგარეთი, რუმინეთი, კვიპროსი, მალტა და საბერძნეთი, ვინაიდან როგორც იცით, რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა, გაახანგრძლივა და ის ძალაში 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით იქნება, რაც შეეხება დიზელს, მისი იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით კვლავ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ხორციელდება. ძალიან დიდი მადლობა მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.